მოლაპარაკებები მიმდინარეობს სრული ტემპით. მხარეები საუბრობენ სერიოზულ პრობლემებზე, უთხრა რამდენიმე წუთის წინ კარასინმა რუსულ მედიას. ბოლო ცნობებით, რაც ვიცით, არის ის, რომ 3 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ გამოცხადდა შესვენება და ახლა საუდის არაბეთში უკვე ცოტა ხანში დაიწყება, განახლდება თავიდან მოლაპარაკებები ამერიკასა და რუსეთს შორის, თუმცა რამდენად შედეგის მომტანი იქნება ეს მოლაპარაკებები, ეს არის მთავარი კითხვა იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ არ იცვლება რუსეთის დამოკიდებულება და პოლიტიკა უკრაინის მიმართ და მათ შორის ამით დასტურია ლავროვის ბოლო განცხადებაც. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის წესით დღეს მოლაპარაკებების მთავარი საგანი არის შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა და ამერიკული და რუსული დელეგაციები განიხილავენ ასევე დაძაბულობის შემცირების ზომებს, კონტროლის ხაზის დამყარებას ქვეყნებს შორის. თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლსი ამბობს, რომ ნაბიჯები მშვიდობის შესანარჩუნებლად არის საჭირო და ამჟამინდელი პოზიციების გაყინვისთვის ასევე ნდობის აღდგენის ღონისძიებებზეა საუბარი, რაც სავარაუდოდ გულისხმობს ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებას რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების შესახებ, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ უკრაინაში. 3 საათი ამ საკითხებზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ამის შემდეგ გამოცხადდა უკვე შესვენება ცოტა ხნის წინ და ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ვიტკოფი ამბობს, რომ მას სჯერა, რომ პუტინს უნდა მშვიდობა და აუცილებელია ეს ომი დასრულდეს და ამაში შუამავალი როლი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს აკისრია. I feel that he wants peace. The president had მე მჯერა რომ პუტინს მშვიდობა სურს. ტრამპს ორი სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ორივეს უსმენდი და ეს იყო კომუნიკაცია ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ. წინა კვირაში იყო პროგრესი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორატორიუმის ნაწილში. საუდის არაბეთში გარკვეულ რეალურ პროგრესს ნახავთ. კერძოდ ეს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტას ეხება ორივე ქვეყნის ხომალდებთან დაკავშირებით და შემდეგ ბუნებრივად გადავალთ სრულად ცეცხლის შეწყვეტაზე. მე უბრალოდ ვერ ვხედავ რომ პუტინს მთელი ევროპის დაპყრობა სურს. ბევრად განსხვავებული ვითარება, ვიდრე ეს მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. მაშინ არ იყო ნატო. ახლა დღის წესრიგი ასეთია: შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა, დავამთავროთ ეს ომი და დასრულება შეუძლებელია ორმხრივი კომუნიკაციის და ერთად დასხდომის გარეშე. ამერიკის შეერთებულ შტატებში სჯერათ ყოველ შემთხვევაში სტივ ვიტკოფს, რომ პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა და ომის დასრულება. ამ ფონზე ვისმენთ უკვე მოლაპარაკებების პარალელურად ლავროვის განცხადებას, რომელშიც ის უკრაინელებს ნაცისტებს ეძახის და ფაქტობრივად ლავროვის განცხადებები მოწმობს იმას, რომ რუსეთს სურს ზელენსკის ხელისუფლების შეცვლა და ამისთვის აპირებს ნაბიჯების გადადგმას. რიტორიკა, ტონი, ყველაფერი რუსეთის ჩინოვნიკების მხრიდან არის ზუსტად იგივე. ახლა უკვე საკითხავია ამ დამოკიდებულების ფონზე, როგორ შეიძლება წავიდეს მოლაპარაკებები. ცოტა ხნით ადრე, სანამ ერ-რიადში დაიწყებოდა შეხვედრა, კრემლის პრეს-სპიკერი პესკოვი ამბობდა, რომ ეს იქნება რთული, საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებები და წინ არის ძალიან დიდი გზა და უკვე მას შემდეგ შეიძლება შედგეს პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა, რაც კონკრეტული დეტალები იქნება გავლილი და შეთანხმებაც ნაწილობრივ მიღწეული. არ დავტოვებ ჩვენი მუდმივი ყურადღების მიღმა იმ სახელმწიფოს დენაციფიკაციას, რომელიც კიევის რეჟიმის კონტროლქვეშ იმყოფება, რომელიც ცდილობს საკანონმდებლო და ფიზიკურ დონეზე გამოაცალოს ყველაფერი რუსული უკრაინას. უკრაინელები ესენი არიან გამოკვეთილი ნაცისტები, მომართულები რუსეთის წინააღმდეგ. როდესაც იქნება კონკრეტული განვითარება, საერთო გაგება და შეთანხმება, მხოლოდ მაშინ ისაუბრებენ პრეზიდენტები უფრო კონკრეტულად მათი შეხვედრის პერსპექტივაზე. მოდი თავი არ მოვიტყუოთ. ძალიან სერიოზული და შრომატევადი სამუშაოა წინ. მინდა შეგახსენოთ პრეზიდენტ პუტინის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ის რა თქმა უნდა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის იდეას. ეს არის ძალიან რთული პროცესი. განვიხილავთ პრეზიდენტ პუტინის შეთანხმებას ეგრეთ წოდებული შავი ზღვის ინიციატივის განახლების შესახებ. ჩვენ შევასრულეთ ყველა ჩვენი ვალდებულება, მაგრამ ჩვენს მიმართ ვალდებულებები არასდროს შესრულებულა. ახალი ადმინისტრაცია საუბრობს გარიგებაზე. ჩვენ უფრო კომფორტულად ვართ ამ ტონთან. ჩვენ ზუსტ
ზუსტად ვიცით, რაზე საუბრობენ ვაშინგტონი და კიევი. ზელენსკი და კიევის რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი არავისთვის არაფრის გადაცემას არ აპირებენ. არის კიდევ ერთი პრობლემა. კიევის რეჟიმს შეუძლია ბევრი დაპირება, მაგრამ კიევის რეჟიმის სიტყვას ფასი არ აქვს. საუდის არაბეთში დღეს დილიდან უკვე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს. ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის დელეგაციებს შორის მანამდე შედგა უკრაინასა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, სადაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ენერგეტიკოსები, ექსპერტები იყვნენ წარმოდგენილი, რადგან შეთანხმების პირველი ნაწილი სწორედ ენერგეტიკაზე ცეცხლის შეწყვეტას ეხება. დღეს უკვე რუსეთთან სალაპარაკო მთავარი თემა შავ ზღვაზე იერიშებზე მორატორიუმის გამოცხადება.